საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. Ralamazi drea, happy birthday to you, l'heureuse île Flange, Anschleise Geburtstag, Всички понове, corazon espinar, Janet mernem savatanem, gelbura, მიხვდით ხომ ალბათ ვისაც ვულოცავ. დიახ, დღეს ჩვენი დიადის დაბადების დღეა. გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო დაბადების დღეს. ხვავი, დოვლათი და ბარაქა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახს. ჩაქრეთ, ჩემო პრეზიდენტო სანთელი. ვიცი რომ აქ ხართ. თქვენ ხომ ყველგან ხართ. თუ გინდათ მე ჩავიფიქრებ სურვილებს და თქვენ ჩააქრეთ სანთელი. მოიცა? მომცეს ძალა იმისა, რომ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავის და კომუნალური გადასახადების ფასები მინიმუმამდე დავიყვანო. კორუფცია აღმოფხვრა, პენსიები გავზარდო, შექმნა სამუშაო ადგილები. ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატია დავამყარო და არჩევნები მართლა გამჭვირვალე და ობიექტურად ჩავატარო. აჰა, ჩავიფიქრე. მიდი ახლა და ჩააქრე. მიდი ჩააქრე, კარგი რაღაცეები ჩავიფიქრე. კარგი, სხვა რაღაცას ჩავიფიქრებ ერთი წუთით. ბათუმი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქი გახდეს. ვანოს თავი არ მომიშალოს ღმერთმა. სოსო თოფურიძე უფრო გასუქდეს. პუტინს მოეწონს დედა. ვიშოვო ბევრი ინვესტორები და ბოლოს რუსეთის პრეზიდენტიც გავხდე. გილოცავთ ბატონო მიხეილ. თქვენ ისეთი ბიჭი ხართ, ცაში ვარსკვლავებს ეთამაშებით და მიწაზე პუტინს. და მე ახლა კი, ესე იგი, აი ამ შამპანურით ვადღეგრძელებ საქართველოს პრეზიდენტს. ერთი წუთით. ისედაც მრავალს დაესწრებით. გილოცავთ ბელადო სტალინ დაბადების დღეს. ოი, ღმერთმანი ეს რა ვთქვი, რატომ მიწ არ გამისკდება? გილოცავთ ბატონო მიხეილ. მე მინდა პირველ რიგში თქვენი მშობლები დავლოცო. აი, თქვენს კალთას გაუმარჯოს, ქაბატონო გიული და სახელდახელოდ ერთი ლექსი მინდა წარმოვთქვა. წუხელის ბიჭი დაბადებულა. გადაჭარბებათ თუ არ ჩამithვით ისეთი ბიჭი დაბადებულა. დაურქმევიათ იმისთვის მიშა. და გიხაროდენ. ქართველთა შორის ღვიძლმათა ხიდი კვლავ გადებულია და ერთიანი ნანატი დროის ქართლი ხელახლა დაბადებულა. ერთიც დავლიოთ, რადგან ამაზე გაჩერება არ შეიძლება. მე მინდა ახლა ჩემი ქვეყნის საქართველოს სადღეგრძელო შევსო. ჩემო თანამეინახენო. ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს. მე მივიღე პრეზიდენტის მიმართ რამდენიმე მისალოცი წერილი, რათა პირდაპირ ეთერში წავიკითხო და ყველას, ესე იგი, წაგიკითხავ თუ ვინ როგორ ულოცავს მიშას დაბადების დღეს. ერთი წუთით. ხო, საქართველოს მთავრობა. გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებ დიდხანს ყოფნას, იმაზე დიდხანს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ამის წარმოდგენა. გისურვებთ ყველა თქვენი სურვილის ახდენას. დაბადების დღეზე გჩუქნით ჩვენს ახალგაზრდობას, ენერგიას და წლებს. შენი ორივე ხელის უფლება. რადიკალური ოპოზიცია. მიშა მოვდივარ და გაშალე. ასევე არის მილოცები კონსტრუქციული ოპოზიციიდან. გილოცავთ დაბადების დღეს და არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ კონსტრუქციულად გისურვებთ სილამაზეს. ასევე ვანო მერაბიშვილი. მიშა ფანჯრიდან გადმოიხედე პატრულის მანქანებით გული დავხატე. მომიტინგებით ცეცხლი დავანთე და ოპოზიციონერები ჰაერში გაუშვი. მიშა მიყვარხარ.
ქართული მედია რუსეთს რა გილოცავ მუდამ შენი ერთგული მედია დასავლეთი ჩვენო რეფორმატორო პატარა მეგობარო გილოცავ დღევანდელ დღეს და დასავლეთის მადლი გწეოდეს მოხარულები ვართ შენი აქტიურობით და დაბადების დღის დემოკრატიული პრინციპებით ესე იგი და ამ პრინციპების დაცვით ჩატარებით გაკადნიერებულმა და სხვადასხვა რუსეთსაც მოულოცია ვნახოთ აბა რას წერენ მიშა გილოცავ მე და პუტინი ვსხედვართ ახლა და ვფიქრობთ რით მოგილოცოთ დაბადების დღე ჩვენ მერ გადავწყვიტეთ და შენ რომელი გირჩევნია ფეიერვერკებით თუ ბომბდავერკებით რომ მოიფიქრებ შეგვატყობინე სხვათა შორის ბატონმა ედუარდმაც გამოაგზავნა მილოცვა ხო მაგრამ მან ბარაც ტელეეთერიდან მილოცვა ამჯობინა და ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ შევარდნაძის მილოცვას არადებუდანო გაიწიეთ მეგერა დავლის შევარდნაძის ჩაისაგა დასასჯელი მე ვარ ხოლოდ რომ კარგად ვერ გამიგე რათა უნდაბალია ბატონი ედუარდი გული ამიჩუყა აი ცრემდენა მეწყება ხოლმე ედუარდის გამოსვლებზე თქვენ კი არა დასაჯელი მე ვარ მხოლოდ რომ ყველაფრის მჯერა აი ასე მიულოცა ძველმა პრეზიდენტმა ახალ პრეზიდენტს დაბადების დღე და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტს ულოცავს სრულად საქართველო უძღვნი ბატონ ვიშა სააკაშვილს რომელმაც გამიდედა პენსია გამიმუნჯობესა ცხოვრების პირობები ყველაფერი პირობები მაქვს შექმნილი მისგან. ბატონო მიშა, რატომ უგებრძვია? სიკარგის მედი რა გაკეთე? ვინც ვერ გაგიგებს, ვერ გაიხარებს. დამჯული ხალხი შენ გახარებს. შენი ფჭამთ ლუგმას ამ ქვეყანაზე შენი დამჯული pensionrebi amas წერს კარგო ვენერაბებო ორი ჩემხნამდე შემოსაღრედო ცავთ კიდევ ერთხელ ბატონო მიხეილ ხო სხვათა შორის დღეს სტალინის დაბადების დღეც არის სტალინსაც უნდოდა მოლოცვა მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა ესე იგი მისალოცი ბარათის გამოგზავნა თან ეგეც რომ არ იყოს მიშაზე ნაწყენია სადაც დამიჭირა იქ დამანგრია რას მერჩის ეს კაცი ვერც მე და ვერც ბერიას ვერ გავიგიაო დღეს ირაკლი ალასანიას დაბადების დღეც არის ირაკლი ალასანიასაც ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებთ changes პირადად მე არავინ შემატყობინა, მაგრამ ინტერნეტ გვერდზე პირველი com.gz-ზე გადავაწყდი ასეთ ამბავს. პოპულარული ტელეწამყვანები ერთი დღით მანდატურები გახდებიან. მერე სხვადასხვა არხების საინფორმაციო გამოშვებები ვნახე და იქაც ჩემი კოლეგები იყვნენ მანდატურების ფორმებში, გამოწყობილნი. 53 სკოლაში მისულ მოსწავლეებს ცნობილი ტელეწამყვანები მანდატურის ფორმით დახვდნენ. რუსთავი ორის სახეები სასწავლო პროცესის უსაფრთხოებაზე დღეს დილიდან ზრუნავენ. თბილისის რამდენიმე სხვა სკოლაში კი მანდატურის მოვალეობას იმედის პირველი არხისა და ტელეკომპანია რეგიონის ჟურნალისტები ასრულებენ. მოიცა მე რა დავაშავე რატომ არ უყარვარ არავის და რატომ არ მაგცემენ ყურადღებას ხანდახან მე ცხოვრობ ხოლმე კარგებს ამ თავრობაზე და ცუდებს ოპოზიციაზე მე რა მანდატურობა არ მინდა რაც მე მაგაზე მიღადავია ნუ თუ არ ვარ ღირსი რომ ერთი დღით მაინც ვიწვნიო რას ნიშნავს ნამდვილი მანდატური ამიტომ მეც არც ბაცია არ ვაცხელე და ისა არაფრით ჩამოუვარდი ჩემს კოლეგებს მოვირგეს მშვენიერი ფორმა და ჩემივე გადაცემიდან მოგევლინეთ მანდატურად ასე რომ ზვირფასო ტელემაყურებლებო აბების საჯარო სკოლიდან მოგესალმებით მანდატური ოდიშვილი ვცემ დირექტორს ვცემ პედაგოგს ვცემ მოსწავლეს და მის მამას თუ არ უყვართ ეს მთავრობა და შაშკინიც მეტყვის ამას ახლა კი იმ ჩვეულ ფორმატში და უჩვეულო ფორმატში გამოწყობილი განვაგრძობ ჩემს გადაცემას იმ იმედით რომ ჩვენი ძვირფასი მინისტრი ამ გაწეულ ამაკს დამიფასებს და ტელევიზიის დირექტორადაც დამნიშნავს. საქართველოში დირექტორობა ხო მანდატურობით იწყება. აბა დიმა, შენ იცი. კარგად დამაკვირდი და შენ მაინც არ დამჩაგრო, კაც. ხო.
დამარცხებულები ერთმანეთს ჭამენ. ასეთი სათაურით ვაქვეყნებ მე სტატიას გაზეთში ჩემი მაღალის ქრონიკებიდან, სადაც მე ვასიკო ოდიშვილი ვწერ პოლიტიკურ გვამებზე. კერძოდ კი იმაზე, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ მაკეინი ფარულ გარიგებაში იღებდა მონაწილეობას ბარაკ ობამასთან, სადაც მაკეინი რამდენიმე მილიონს თხოვდა ბარაკს იმის სანაცვლოდ, რომ მაკეინი კანდიდატურას მოხსნიდა ობამას სასარგებლოდ. ამ შეხვედრას ჰილარი კლინტონის მეუღლე ბილ კლინტონი ესწრებოდა. სწორედ ის არის ჩემი საგაზეთო სტატიის წყარო. როგორც ბილი ამბობს, თეთრი სახლის სარდაფიდან ადევნებდა თვალყურს ამ შეხვედრას და მაკეინი ფურცელზე წერდა მოთხოვნებს. მოიცე ხა, რა მაკეინი, რის ობამა. მოიცე, ეს რა დამიწერია. ეს მივედმოვედები. ხო, გრძელდება დაპირისპირება ბურჯანაძეების ოჯახის და ლევან გაჩეჩილაძეს შორის. შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძე ბრალადებს გრეჩიხას სააკაშვილთან გარიგებას, სადაც გრეჩიხა მიშას მაყუთს თხოვს. ბადრი ბიწაძემ ოპოზიციის ლიდერის მოთხოვნები გაახმაურა, სადაც ნინო ბურჯანაძის მეუღლის მტკიცებით ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილისგან რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 6 თვით პრემიერ-მინისტრად დანიშნას, 5 მილიონს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბანკის შექმნასა და მასში საწყისი კაპიტალის ჩადებას ითხოვდა. ეს ხდება შავნაბადაზე 7 ნოემბრის მერე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე. ამ ლაპარაკს ვისმენ მე ყველაფერს. გრეჩიხა უმტკიცებს სააკაშვილს, რომ შეუძლია გადმოაყუდოს ეს უქნას, ის უქნას. სააკაშვილი ეუბნება, რა გინდა, რა გაგიკეთო? გრეჩიხა ამ დროს ხმას არ იღებს და როგორც მე ვხედავ, თურმე ფურცელზე უწერს თავის პირობებს. ხო და ბოლოს პარაშუტიო. პარაშუტი რას ნიშნავს, რომ ნინო ეკითხება. როგორც განგვიმარტა, პარაშუტი ნიშნავს, რომ 1 მილიონი უნდა იყოს სადღაც, რომ წაგების შემთხვევაში ოჯახს უნდა დარჩეს 1 მილიონი. მე მაქვს ხრუშჩოვის და კოფი ანანის სკაიპით მიმოწერის დეტალები, სადაც ხრუშჩოვი კოფი ანანს ეუბნება არ მიიღო საქართველოს გაეროში და 5 მილიონს მოგცემ. გარდა ამისა, მაქვს მაო ძედუნის და დავით ნარინის ადნაკლასნიკების მიმოწერა, სადაც მაო ძედუნი დავით ნარინს თხოვს ლაოძის საადგილმამულო ბანკისთვის 1000 რჩეულ ქალვაშს და რამოდენიმე კილოგრამ ოქროს. აგერ წუხელ მესიჯობდით მე და რენე დეკარტი, რომელიც მწერდა, რომ აბსოლუტური უეჭველობის დასადგენად ჭირდებოდა პარაშუტი. მე ვუთხარი რა არის პარაშუტი თქო და იმან მომწერა რომ ეს იყო ადამიანის თვით შეგნების აბსოლუტიზაცია და მისი უეჭველობა. ანუ ის რომ თუ ვარსებობ უეჭველი უნდა ვარსებობდე და ბოლოში ფრაზაც მოაყოლა ვაზროვნებ მაშასა და მე ვარსებობო. ამ ყველაფერს ანუ მე და რენე დეკარტის მიმოწერას ჩემი ცოლი უყურებდა მეორე ოთახიდან, რომელმაც სტატია დაწერა გაზეთ ჩემი მაღალის ქრონიკებისთვის. მერწმუნეთ, ჩემი მეუღლე სანდო წყარო, ეგ თუ რამე სიტყვის ტრისას, ჩემი მეუღლე სკაზალ ბოგ Сказал. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. მიხეილ სააკაშვილი დაიბადა საქართველოში პროფესორის ოჯახში 1967 წლის 21 დეკემბერს და გაიზარდა ფერშალის ოჯახში. ისწავლა აქა-იქ, მაგრამ მოსკოვში არა. 2004 წლიდან ირიცხება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. უყვარს ძალაუფლება, არჩევნები, ქვეყნის და ოპოზიციის ერთდროული მართვა და კლასიკური მუსიკის მოსმენა. არ უყვარს რუსეთი და ჩიჟი-პიჟი. მიხეილ სააკაშვილი, შენს დაბადებას არა, მაგრამ გაპრეზიდენტებას შუშხუნები მოხდა გორში, პერევში, ახალგორში. ცნობილებს, მხიარულებს და ლამაზებს ვიწევთ ერთჯერადი მანდატურის პოსტზე. მომბრძანდით ერთი დღე რომელიმე სკოლაში. მოირგეთ მანდატურის მუნდირი, გაერთეთ, ითამაშეთ, იმ მხიარულებ ბავშვებთან ერთად და ერთი დღით მაინც დაუბრუნეთ მათ ბავშვობა. ერთჯერადი მანდატური. ბედნიერება ხანმოკლეა. მინსკის არეულობაში რუსულ კვალს ხედავენ ჩვენი მზერა მახვილი და გონება გამჭრიახი თუ გონება გამჭვირვალე ექსპერტები. რუსეთის მიერ წაქეზებულმა პროვოკატორებმა გარკვეულწილად მოახდინეს ესკალაცია ვითარების. ამ შემთხვევაში რუსეთს სურს რომ ლუკაშენკოს მდგომარეობა იყოს რაც შეიძლება მეტად არალეგიტიმური დასავლეთის თვალში, შევარდნა სახელმწიფო დაწესებულებებში და რაღაც გარკვეული ძალადობის გამოწვევის ესე ვთქვათ მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. ეს უფრო რუსული კვალია. ქართული ექსპერტები ნათლად ხედავენ რუსულ კვალს მინსკის საპროტესტო აქციებში. მოგეხსენებათ, რადგან ლუკაშენკო მეხუთედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, ამის გამო ბელორუსში საპროტესტო მანიფესტაციები ეწყობა. რაც პირწმინდად რუსული გავლენაა. ქართული ექსპერტები იმდენად გამჭრიახენი არიან, რომ პირადად პუტინის გავლენად აფასებენ მოსეს ეგვიპტიდან ებრაელების გამოყვანას. სხვათა შორის, ექსპერტებმა დაექსპერტეს, რომ აშკარა რუსული გავლენა იყო, როდესაც კაენმა მოკლა აბელი. ოღონდ ზუსტად არიციან, პირადად მედვედევის თუ პირადად პუტინის
რომლის ხელიერია აბელის სიკვდილში. სხვათა შორის არ არის გამორიცხული, რომ სუპერ ექსპერტებმა ჩემს ამ ქვეყნად მოვლინებაშიც რუსული კვალი იპოვნონ. ნათქვამია, რუსეთმა თხარა-თხარაო, ქართველი ექსპერტი გამოთხარაო. ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში. საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა სასტუმროს ხელმძღვანელები დააკავეს. აღნიშნული პირები რეგულარულად შედიოდნენ გარიგებაში მოქალაქეებთან და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეწეოდნენ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებას და მათ შემდგომ რეალიზაციას. ვიშ ეს რა კარგი რამე გავიგე. როგორც იქნა ქართული სამართალდამცავები უკვე გადავიდნენ ახალ ლეველზე და დაიწყეს სასტუმროების მფლობელების დაკავება. თუმცა მე ერთი კითხვა მაწუხებს. ძალიან ადრე ხომ არ მოგივიდათ ბიჭებო? ჯერ რა დროს სასტუმროების მფლობელების დაკავება იყო, ჰა? არ თქვა ჩემმა პრეზიდენტმა გასაგებად რომ 15 წლის მერე მოგთხოვთ ყველაფერსო და თქვენ რა უფლებით არ იცავთ ჩემი პრეზიდენტის ნათქვამს, ჰა? თან რომ დავფიქრდეთ ძალიან ცუდად მოიქეცით. დღევანდელი კვერცხი ამჯობინეთ ხვალინდელ ქათამს. დღეს თუ 13 დააკავეთ მომავალში უფრო მეტის, გაცილებით მეტის დაკავების შესაძლებლობა გექნებოდათ. თან უბრალოდ სასტუმროების მფლობელები კი არა, უკვე ბევრ ვარსკვლავებიანი სასტუმროების მფლობელების დაკავების შესაძლებლობა მოგეცემოდათ. თუმცა ამ მიმართულებით 15 წლის მერეც ბევრი რამე იქნება გასაკეთებელი ქობულეთსა და ანაკლიაში. ასე რომ მთელი ერი დიდი მედებს ამყარებს თქვენზე. ანუ იმაზე თუ როგორ მოახდენთ თქვენი ნიჭის რეალიზებას. ხელნაწერთა ინსტიტუტმა ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც აღწერილია ის გადასახადები, რომლებიც თბილისში არსებობდა ოტომანთა იმპერიის დროს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი წიგნის 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მოყვანილია ცნობები ოსმალური გადასახადების და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოსთან დაკავშირებული აქამდე ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტების შესახებ. ძალიან საინტერესო გადასახადები არსებობდა იმ დროინდელ საქართველოში. ხალხი გამწარებული ყავდათ ოსმალოებს თავიანთი გადასახადების სიმრავლით. თუმცა ის მაინც მოახერხეს, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა სათითაოდ არ უწევდა ხალხს. დარბოდნენ ოტომანი ინკასატორები და ჭრაქის შუგისა და ჭიდან ამოღებული წყლის გადასახადებზე ერთიან ქვითარს აძლევდნენ გაუბედურებულ მოსახლეობას. აბა კარგი ბიჭი იყავი და არ გადაგეხადა ორივე ერთად. ეგრევე ჭრაქზე პატრუქს ჩაგიჭრიდნენ და ჭას დაგილუქავდნენ. ამავე დროს განუკითხებადაც იქცეოდნენ. თუ რომელიმე ქართველი ბიზნესმენი დაკავებული იყო ქვეყანაში უცხოური საქონლის შემოტანით, მაშინვე აკავებდა ოტომანთა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ალთოფუროღლი და მართლმსაჯულებას გადასცემდა ხოლმე. ისე ერთი კარგი რამ კი გააკეთეს მაშინ ოსმალებმა. გურჯისტანის ოტომანმა ხელმძღვანელმა ხალხი მიიწვია და უბრძანა ტრანზიტული გზის ღამის გასათენებლები აეშენებინათ, რათა უცხოელებს უფრო ინტენსიურად გამოეყენებინათ ეს ტრანზიტული გზა. ხოლო თავის მხრივ მშენებლები ოსმალოებმა რამდენიმე წლით ყოველგვარი გადასახადებისგან გაათავისუფლეს. თუმცა როგორც კი ააშენეს, სოსო ალთოფუროღლიმ ეგრევე სულ ყველა კორუფციაში დაადანაშაულა. იმდენიც კი გაბედეს ოსმალოება, რომ ყველას ვისაც ცხენი ყავდა აუკრძალეს შავი უნაგირით სიარული და აიძულეს ღია უნაგირზე ამხედრებულებს ემოძრავათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავები მათ 50 ოლამური დრაჰკანით აჯარიმებდა. აბა რა ღირს ციხეში საკვები პროდუქტი და რა უჯდებათ ოჯახებს პატიმრების შენახვა? რა ღირს პროდუქტის სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში ქრონიკა დღეს პატიმრების საკვების ფასითა და ხარისხით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ციხეებში საკვების პირადი მოხმარების ნივთებისა და ტექნიკის ღირებულება საბაზრო ფასების მსგავსი ან ხშირ შემთხვევაში შედარებით ნაკლებია. მაღაზიები საქართველოს მასშტაბით 18 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში კვირის გარდა ყოველდღე მუშაობს. პატიმრები სპეციალური ბარათებით სარგებლობენ. რა ღირს ცხოვრება ციხეში და რა უჯდებათ ოჯახებს პატიმრების შენახვა? ზუსტად გეტყვით რა ჯდება პატიმრის შენახვა ციხეში და რა ღირს პროდუქტი. თუ სოსოთოფურიძემ აგაგდოთ, თქვენ დაგიჯდებათ მთელი თქვენი ბიზნესი, რამდენიმე წლის დანაზოგი, მეუღლის ქურქი, ქორწინების ბეჭედი ლომბარდში, მთელი სანათესაოს ვალი, თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა და ყველაფერი ის, რაც საშინელებათა ფილმებში გინახავთ. ხოლო ციხეებში პროდუქტის ფასი შემდეგნაირია. პური რეზინის ხელკეტით 70 თეთრი, ჩაი დედის გინებით 1 ლარი, კარაქის საპროცენტო გარიგებით 50,000 ინგლისური ფუნტი, ყველა ამნისტიციით 50,000 ევრო და საარჩევნოდ თქვენი გარანტირებული ხმა. ხოლო საფირმო კერძი სოსოთოფურიძე თათარი ახნათ ღირს გვერდების ტკივილი და პატიმრობა სიცოცხლის ბოლომდე. პოლიტიკოსთა ხუმრობები ავების ეთერში აბსოლუტურად უბასოა. ამიტომ უყურეთ და დაატკბით მათი იუმორით. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები.
საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მრგვალი მაგიდა ქორთიარდ მარიოჩი გაიმართა. შეხვედრაზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. რუსული დიპლომატიის მარცხი და ნულოვანი ნიშნული საქართველოსთან მიმართებაში რუსული ინტერნეტ პორტალი გამოიყენება პოლიტიკოსთან მოხსენება საქართველოს საგანტარებლის პუბლიკაციის მიხედვით საქართველოს აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მიმდინარეობს რეკომენდაცია იდება ინვესტიციები. თბილისი დამშვიდებული გულით დაკავებულია რუტინული საქმით, საკუთარი საგარეო და საშინაო ამოცანების შესრულებით, მათ შორის ნატოსთან თანმიმდევრული დაახლოებით. რუსეთის ფედერაციის გავლენამ კი ამ რესპუბლიკაში ნულოვან ნიშნულს მიაღწია. სააგენტო რეგნუმის ანალიტიკოსების აზრით, რუსული საგარეო პოლიტიკა წარუმატებლობას განიცდის. ამის ნიშანი კი ტერმინების ოკუპაციის და ეთნოწმენდის დამკვიდრება. ამასთან მოსკოვზე მუდმივად ხორციელდება თბილისი აქტიურ პოლიტიკას ატარებს. ქვეყნის შიგნით რეფორმების პროცესის შეუქცევად ხასიათს იღებს. საქართველოში ბიზნესის კეთება ისე გაიოლდა, რომ ბიზნესმენები მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩადიან. ქვეყნა პროგრესის გზაზე რაღის პროდუქტის სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში ქრონიკა დღეს პატიმრების საკვების ფასითა და ხარისხით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ციხეებში საკვების პირადი მოხმარების ნივთებისა და ტექნიკის ღირებულება საბაზრო ფასების მსგავსი ან ხშირ შემთხვევაში შედარებით ნაკლებია. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.